ეგვიპტეში კი არეულობა გრძელდება. ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაკავებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საერთაშორისო საზოგადოებაც ეხმაურება. ჩემი კოლეგა თამარ ხურცია ესაუბრა საქართველოს ელჩს ეგვიპტეში, ასევე ეგვიპტეში მყოფ ქართველ ტურისტებსა და ტურ ოპერატორებს. თამარ გისმენთ. საქართველოს ელჩი ეგვიპტეში არჩილ ზურიაშვილი მოუწოდებს ქართველ ტურისტებს თავი შეიკავონ ეგვიპტეში გამგზავრებისაგან, ხოლო ისინი, ვინც უკვე არიან ეგვიპტის ტურისტულ ზონებში, თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან, სხვა ქალაქებში და ექსკურსიებისაგან. არჩილ ზურიაშვილი მეცხრე არხთან საუბარში აცხადებს, რომ ეგვიპტეში საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური კრიზისია შექმნილი. Matnen, ჯერ კიდე გუშინ და მათ გვაქვს. მადევნებით ხალხოსფორდოს განვითარებული მოვლენები პოლიტიკაში განვითარებული მოვლენებს ეგვიპტეში განსაკუთრებით გუშინ ამ ვითარებაში ჯერ კიდევ ჩვენი აზრით აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა. კაიროს ის ქალაქებში მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, აგრეთვე ვინც იმყოფება ტურისტულ ზონებში დარჩნენ და ვთქვათ არ გამოვიდნენ გარეთ, არ დატოვონ ტურისტული ზონები, იმიტომ რომ ჯერ კიდევ უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია რთულია. ეგვიპტეში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გახდა მიზეზი დაჯავშნული ტურების გაუქმების ფიზიკური პირებისაგან. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ტურისტულ კომპანიას, სადაც ისინი აცხადებენ, რომ გუშინ მართლაც მოხდა დაჯავშნული ტურების გაუქმება ტურისტების მხრიდან, თუმცა ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ეგვიპტეში მდგომარეობა დასტაბილურდება და ტურისტებს უსაფრთხოდ გადაადგილება შეეძლებათ. Ძაბული მდგომარეობა ეხა აბსოლუტურად მშვიდია და აქამდეც მშვიდი იყო, იმიტომ რომ ეს დაძაბული სიტუაციები ნაკლებად ეხება ხოლმე ტურისტულ რეგიონებს, უფრო მეტად დაცული და უფრო მეტად ესეთია სტაბილური იქ არსებული სიტუაცია. აქამდეც მშვიდი იყო და ნუ გუშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და გუშინდელი სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ უფრო და უფრო დამშვიდებული და წყნარი იქნება სიტუაცია დარწმუნებულია. ჩვენ ასევე დაუკავშირდით ქართველ ტურისტ ხურგადაში, რომელიც სულ გუშინ გაემგზავრა ეგვიპტეში. ჩვენთან საუბარში იგი აცხადებს, რომ ტურისტულ ზონებში არ იგრძნობა პოლიტიკური კრიზისი და ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. Shortcut to our current category of actually granted gushin the high the favorite and come of the technology I some gushin the color to the მუჰამედ მურსის ერთწლიანი მმართველობა გუშინ მისი დაპატიმრებით დასრულდა. იგი ზუსტად 25 ივნისს გასულ წელს აირჩია ეგვიპტელმა ხალხმა და მას დემოკრატ მმართველს უწოდებდნენ, თუმცა რამოდენიმე თვეში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და ისინი მუჰამედ მურსის გადადგომას ითხოვდნენ. უკვე დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში, თუ რა გახდა მუჰამედ მურსის გადაყენებისა და შემდგომ მისი დაპატიმრების მიზეზი. ხუთდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტი გადააყენა. დემონსტრაციებისა და შეტაკებების ფონზე არმიის გენერალმა პრეზიდენტ მურსის სიტუაციის განსამუხტად ორდღიანი ვადა მისცა. თუმცა ეგვიპტის პირველმა პირმა ულტიმატუმი ვერ შეასრულა. ხუთდღიანი არეულობის შედეგად არმიამ პრეზიდენტ მურსის თანამდებობა დაატოვებინა. ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება იწყება. იმედი გქონდა, რომ ეროვნული დიალოგის დაწყებას და ძალადობის თავიდან აცილებას შევძლებდით, თუმცა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ყველაფერი შეცვალა. ჩვენ მოლაპარაკებები გქონდა საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე პოლიტიკოსებთან. შევთანხმდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით ძლიერი და გაერთიანებული ეგვიპტური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. გადავხედავთ კონსტიტუციას, ჩავატარებთ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. პრეზიდენტ მურსის გადაყენებას ოპოზიციის ლიდერი მუჰამედ ელ-ბარადეი და ეგვიპტის მუფტი გამოეხმაურნენ. ის რაც ეგვიპტეში მოხდა, ეგვიპტელი ხალხის მოთხოვნა იყო, ჩატარდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და შესწორებები შევა კონსტიტუციაში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს დემოკრატიულ უფლებებს. ეგვიპტეში ახლა პოლიტიკური კრიზისია ისლამური კანონის გათვალისწინებით მე მხარს უჭერ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ამ კრიზისიდან გამოსავალი იქნება.
დაუდასტურებელი ცნობით მუჰამედ მურსი დაკავებულია და ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. სამართალდამცველებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მუსლიმთა საძმოს რამდენიმე წევრიც აიყვანეს. ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული რეაქციები მოჰყვა მოსახლეობაში. არმიის მთავარსარდლის განცხადებას შეტაკებები მოჰყვა ალექსანდრიასა და პორტ-საიდში. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ქაიროში კი მურსის მოწინააღმდეგეები ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ. 100,000-ობით ადამიანი პრეზიდენტის გადადგომას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა. გულოცავ ეგვიპტელ ხალხს და მადლობას ვუხდი არმიას იმისათვის, რომ ასეთი მტკიცე პოზიცია ჰქონდათ. ეს მათ მილიონობით ადამიანისათვის გააკეთეს. მოსახლეობის 80%-ს მურსის გადადგომა სურს. ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. საგანგებო განცხადება გააკეთა საბერძნეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ეგვიპტე დემოკრატიულ განვითარებას გააგრძელებს. გადატრიალებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ არმია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას შეძლებს. საგანგებო განცხადება გაკეთდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ეგვიპტეში ხდება. ქვეყანაში ახლა ძალიან დაძაბული ვითარებაა. ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და გვჯერა, რომ არსებული კრიზისი ეგვიპტელი ხალხის სასარგებლოდ დასრულდება. მუჰამედ მურსიმ პრეზიდენტის თანამდებობა 2011 წლის რევოლუციის შემდეგ დაიკავა. ერთწლიანი მმართველობის განმავლობაში ეგვიპტეში ქვეყნის ლიდერისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. მურსის თანამდებობა ინაუგურაციის წლის თავზე დაატოვებინეს.